სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება ფიზიკურიც კი აუხსნელია ვერავითარი გონება ვერ ახსნის ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ ბუნებას მე არაერთხელ მithქვავს თქვენთვის რომ ასე დიდ ფიზიოლოგს და მეცნიერს როგორიც იყო პავლოვი ეკითხება უკვე საბჭოთა კავშირის დროს ეკითხება დიდი თანამდებობის პირი ნუ თუ თქვენ მორწმუნე ხართო და მან უპასუხა ის მართლაც დიდი მორწმუნე იყო უპირველეს ყოვლისა ის იყო მღვდლის შვილი და იქიდანაც მორწმუნე იყო და მან უპასუხა როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს მორწმუნე კი არა შეიძლება წმინდანი გახდეო იმდენად ეს ამტკიცებს ღვთის ძალას და ღვთის არსებობას ასეთი დიდი მეცნიერი და თვალის ექიმი როგორიც იყო ფიოდოროვი მას აქვს ასეთი წინადადება თუ საიქიოს არაფერიაო სახაოს რად გვინდა ეს ყველაფერი რა აზრი აქვსო ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ რომ ადამიანმა უნდა იფიქროს სახაოზეც და საიქიოზეც ამიტომ არის რომ ძველად ქართველ ადამიანს ჰქონდა გამოთქმა იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ბედნიერია ის ადამიანი რომელიც ემზადება მომავალი სოფლისათვის წმინდა მოციქული იაკობი ამბობს რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარიაო აი ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ თუ რა საქმე უნდა აკეთოს ისეთი საქმე რომელიც მიყვარს მას სასუფეველში წმინდა მოციქული პავლე ამბობს ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი თავისი სიმძიმე და ბედნიერია ის ადამიანი რომელიც ხედავს სხვა ადამიანის სიმძიმეს და ეხმარება მას არის ადამიანი რომელიც შემოფარგლულია თავისი პირადი ინტერესით არის ადამიანი რომელიც ფიქრობს იმდენად ჩაკეტილია თავის ეგოიზმში
რომ ფიქრობს მხოლოდ თავისთვის. ისეთი ადამიანებიც კი არიან, რომელთა გულში ოჯახის წევრებიც ვერ ეტევიან, მაგრამ არიან ღვთისაგან დაჯილდოებული ადამიანები, რომელნიც აკეთებენ რაღაც არაჩვეულებრივ ხელმოქმედებას და ასეთი ადამიანი ბევრია ჩვენ შორის და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ აი ამ სულიერ ხედვას, რომ ვაკეთოთ სიკეთე. ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის კეთება.